მოგესალმებით GeoTorrent-ის მომხმარებლებო. ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ როგორ შევცვალოთ მაუსის კურსორი. მაუსის კურსორის რამდენიმე ვარიანტი არის შეცვლის. არსებობს ესეთი პროგრამა Cursor FX, რომელიც ინტერნეტში დევს გატეხილი, მაგრამ კრეკის მაგივრად მოყვება პაჩი. მე როცა დავაყენე, პაჩი დგებოდა დაახლოებით 9 საათი და სისტემა 32-დან დაწყებული, დამთავრებული GeoTorrent-დან გადმოწერილი ფაილებით აბსოლუტურად ყველაფერი დაპაჩა. შემდეგ უკვე ყველაფერი კარგად მუშაობდა, მაუსის კურსორიც, ეფექტებიც, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა სახით მაინც გეიმერები არიან, ურჩევ, რომ ეს პროგრამა გატეხილი არ დააყენონ. იმიტომ რომ Counter-Strike 1 და 6 და Counter-Strike Source მაუსი არ გექნებათ. მაშინ მეყენა პროტოტიპი და Assassin's თამაშობდი და იქ საერთოდ არ ჩაირთო ეს თამაშები და ასევე ვინც Bad Company 2-ს თამაშობთ, არ გირჩევთ მაგ პროგრამის დაყენებას. ასევე არის პროგრამა Cursor XP. ეს პროგრამა გამოსულია, მე მგონი არც Vista-ზე იყო მაშინ ლაპარაკი და არც 7-ზე, Windows 7-ზე. XP-ისთვის იყო ეს პროგრამა. მაგრამ ნახე ინტერნეტში, რომელიც მიდის 7-ზეც. ეს პროგრამა უფრო მსუბუქია და ვიდეოს მოვაყოლებ. დაყენების ინსტრუქცია წერია თვითონ იმ ფაილში, რომელსაც გადმოწერთ თქვენ. ტაქს. ახლა გაჩვენებთ რა შეუძლია ამ პროგრამას. ცვლის თვითონ კურსორს, შემდეგ უმატებს ეფექტებს. არ ვიცი თქვენთან მოისმება თუ არა, უმატებს მაუსის ხმას. და უმატებს კიდევ დამატებით ეფექტს. ასე ვთქვათ, კუდს, აი მე მგონი ხედავთ. მაგრამ თამაშებთან დაკავშირებით იგივე პრობლემა აქვს ამ პროგრამასაც. მაგრამ ერთი პლუსი აქვს, რომ თამაშის ჩართვამდე თქვენ შეგიძლიათ აი ესეთი სახით, აი აქ ჩასვათ პტიჩკა და გათიშოთ ყველაფერი თამაშის ჩართვამდე. და თქვენი თამაში, ყველანაირი თამაში აბსოლუტურად ჩაირთვება, იმუშავებს და პრობლემა არ გექნებათ ამ სახით. არსებობს კიდე მესამე ვარიანტი, ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი მაუსის კურსორის შეცვლის. ეს არის პირდაპირ ჩავყაროთ ჩვენს Windows-ში მაუსის კურსორი. ანუ იქნება მხოლოდ მაუსის კურსორი შეიცვლება, აი როგორც ახლა მე მაქვს, არ ექნება არანაირი ეფექტი, ექნება რაც აქვს თვითონ სისტემას ხმა. უბრალოდ შეიცვლება მაუსის კურსორი, მეტი არაფერი. ეს ხდება ასე.
უნდა გადმოწეროთ ისეთი კურსორების პაკი, რომელსაც აქვს ეს საინსტალაციო ასე ვთქვათ იკონი, რა ვიცი, ინსტალა წერია Z. გავადიდებ, რომ ნახოთ, install. ამას აწვევით მარჯვენა ღილაკით და აქ არის უსტანავიც. მიცემთ უსტანავიც და მაუსის კურსორი დაყენებული. შემდეგ შედიხართ მარჯვენა ღილაკით პერსონალიზაცია. აქ არის იზმენიც უკაზაწილი ნიში და აქედან უკვე შეგიძლიათ მოძებნოთ ის კურსორი, რომელიც ჩააგდეთ. ეს. მიცემთ ფრიმენიც. OK და თქვენი მაუსის კურსორი შეცვლილი. ეს არის სულ. რაც შეეხება ამ ვიდეოს მინდა დავამატო ერთი ამ პროგრამას. ნახე რომ აქვთ დაყენებული WinSnap Extreme ეს პროგრამა. აღმოვაჩინე გუშინ რომ დამატებითი პანელების გაკეთების მაგივრად შეიძლება ესეთი რაღაცის გაკეთება. ანუ გქონდეთ პროგრამებიც და ერთ იკონში, ერთ დამატებაში ჩაყაროთ თამაშებიც. ეს გეთდება ასე. მარჯვენა ღილაკით შედიხართ თვითონ პანელზე. ვსტავით новый ელემენტ და pad doc. გამოვა ესეთი ნიშანი. მე უკვე შეგიძლიათ შიგნით ჩაყაროთ როგორც ამ პანელში ყრით, იგივე პრინციპით შეგიძლიათ ჩაყაროთ ნებისმიერი პროგრამები, ნებისმიერი თამაშები. ერთი მინუსი აქვს ის, რომ როგორც Rocket Dogs აქვს პროგრამას, არ შეგიძლიათ პაპკების დამატება. და ისათვის სულ ეს იყო, კარგად ბრძანდებოდეთ.